მოგესალმებით ილობეროშვილის ღამის შოუ და მონოლოგს ამჯერად დავიწყებ სასაცილო ამბით სატირალი რომ არ იყოს. მოკლედ რა ხდება? ბოლო პერიოდში ბევრი რამ მოხდა. გაყალბდა არჩევნები, იყო პროტესტი, იყო დარბევა, იყო კონსტიტუციის დარღვევა, ისევ პროტესტი, უკანონო პარლამენტის შეკრება. მაგრამ მეორე დღეს ეს ამბავი აღარავის ახსოვდა, რადგან ბიძინამ საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. და მოკლედ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი ტრიუკი ჩაგვიტარა და მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. აჰა ძმაო თუ არ ფასდება ნიჭი ჩვენს ქვეყანაში. აჰა თუ არ ფასდება. ესე იგი ყაველაშვილმა პარლამენტში იმდენი იჩხუბა და იმდენ საკინა კი გამოკრა ხელი პრეზიდენტობას და რა ვიცი რა. მოდი მაგალითი გვაქვს ასაღებული. ისე მე თუ მკითხავთ კარგი არჩევანია ბატონო ბიძინა. იმიტომ რომ ნახეთ, ვისაც წიგნი ქონა წაკითხული, იმ პრეზიდენტებმა რაღაცნაირად არ გაამართლა. მოდი ვაღიარო. და იქნება და ყაველაშვილმა მაინც გიშველოს, კაცო. ეგეც გამოსავალია. რაღაცა მხრივ არც ყაველაშვილია მთლად გაუნათლებელი ისე რომ დაფიქდეთ რა. რას იძახით ხალხო, მაგის ბილდსიტყვაობის 8 ტომეული 22 ქვეყანაში ითარგმნა უკვე. ბესტსელერია. მიხეილ ყაველაშვილს არც უმაღლესი განათლება აქვს და არც დიპლომი, ამიტომაც ის დაიწუნეს და ვერ გახდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. თუმცა ის მალე გახდება საქართველოს პრეზიდენტი. ხო და აი აქედან გამომდინარე ფეხბურთის ფედერაციას მინდა მივმართო. იცით რა არის აი რას გვერჩოდით? აი რა გინდოდათ? გამაგებინეთ რატო დაიწუნეთ ეს უდიპლომო კაცი? ხო იქნებოდა ეხლა თქვენთან. ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების საინტერესო მიზეზი გითხრა ბატონმა ბიძინამ. ციტირებ, ის თავისი ჰაბიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება. აი ეს. რა ვიცი ხა, რო დავფიქრდი, მეთქი, რას გულისხმობდა მაინც და ბოლოს ეგეთი რამე ვიფიქრე. ალბათ ულვაში რომ აქვს, აი მაგიტომ თქვა ეგ ბატონმა ბიძინამ. დიახ. მაგრამ საფასუხოდ მინდა ბატონ ბიძინას უთხრა. ბატონო ბიძინა, ულვაში სიმინდის ტაროსაც აქვს. დაგენიშნეთ ბარემ პრეზიდენტად. რამე დიდი განსხვავება კი არ იქნებოდა კაცო მაგათ შორის. აი ისეთი. ამ ძღოლი არ დაჭირდებოდა იმას. ისე შემოყაվել, კაი რა. აი კაი. კაი ბიძინა ეხა მაინც ასაკშია, მოხუცდა კაცი, ხო? და დაგესახელა პრეზიდენტობის კანდიდატად, მაგრამ შენ რატომ დათანხმდი? ნიშა. ეხა გამოდის რომ ქოცების დანაცებიც მიშისტები არიან? ყველანი? სწავლე. ელენა ხოშტარიამ თქვა ყაველაშვილის მაგერად ჯობდა ზებრა წარედგინა პრეზიდენტათო. რას ამბობთ ეხა ქალბატონო ელენე? ზებრამ შეიძლება ყოველთვის არ დაუჯეროს ბიძინას. ვაგრძელებთ სპორტის თემას. კონსტიტუციის დარღვევით ჩატარებულ პირველ საპარლამენტო სხდომაზე ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილს რამდენიმე კაცი უხსნით და თუ როგორ უნდა მისცე ხმა. ტალახაძე სხვათაშორის უკითხავს და რომელი ღილაკი უნდა ავწიო ხმა რომ მიცეო და იმ კაცმა უთხრა არა ლაშა ნახე აქ არა აქ აწევა არ არის აქ თითის დაჭერაო. ბოლოს როგორც იქნა ასწავლეს ოღონდ ჯერ მარტო მწვანე ღილაკზე თითის დაჭერა ასწავლეს. ხო, იმიტომ რომ რა იცი ხა, მაინც ახლები არიან, ხო? შემთხვევით ხელი ხო შეიძლება წაუსე და რამის წინააღმდეგ მისცენ. მერე სადმე გიხარ. ამიტომ სიფრთხილე მოგვიყვება. სხვათა შორის ბიძინასაც უხსნიდნენ როგორ უნდა მიესახმა, მაგრამ იმას ორივე ღილაკი ასწავლეს. თან სპეციალური ღილაკები დაუყენეს. ბიძინამ რომელსაც არ უნდა დააჭიროს თითი, ავტომატურად ყველა დეპუტატის იგივე ღილაკს ეჭირება. გადაწყდა პრობლემა. აღარც დებატები პარლამენტში, აღარც კამათი, მოგვარებულია. მოკლედ თქვით გამოცხადებული პარლამენტის პირველ სხდომას არც ერთი ელჩი არ ესწრებოდა და სხვათა შორის არც საპატრიარქოს წარმომადგენელი. ეხლა აქ იცით რა არის აი პრინციპში აი ელჩებზე რა უნდა გითხრათ ეხლა მაგრამ აი საპატრიარქოს წარმომადგენელი იქ ნაღდად არ უნდა ყოფილიყო იმიტომ რომ არ იყო საჭირო. რას იძახით ხალხო? ქართულ ოცნებას იმ დღეს იქ საკუთარი ღმერთი ეჭდა. ლადო კახაძემ პარლამენტის სხდომის დროს ივანიშვილის ხელი ჩაიხუტა და მოეალერსა. ნახოთ ფოტო. სხვათა შორის თურმე იმ დღეს სახლში მისვლა ძალიან დააგვიანდა ბატონ ბიძინას. კახაძის მოშორება ეგეთი მარტივი ამბავი კი არ არის კაცო. სოლოვაკის აღმართამდე ქონდა ხელი ჩახუტებული თურმე. აი ესე ბოლოს მოსახვევში გაეშვა. ო, როგორია.
პირველ სხდომაზე წარადგინეს კომიტეტების თავმჯდომარეები, მათ შორის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი ზარქუა აირჩიეს. მოკლედ, ყველა კომიტეტის თავმჯდომარის დასახელებაზე ტაში დაუკრეს მაგარი. მარტო ზარქუას დასახელებაზე იცინეს, ოღონდ გულიანად იცინეს. თვითონ ზარქუა სხვათა შორის თავიდან უარზე ყოფილა, მაგრამ მერე რომ აუხსნეს, უთხრეს, რომ უბრალოდ ბიჭო, სახელი აქვს გრძელი თორემ ისე ძალიან კაი თანამდებობა არის და მერე დახტა. მერე იყოს. ისე ზარქუა მართლაც კარგად გაუძღვება ჩემი ეზრით დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს, მაგრამ ჯერ დრო ჭირდება. თავიდანვე ბევრს ნუ მოვთხოვთ, ხო? ჯერ დრო უნდა რომ გაიგოს. აი მაგალითად რა არის დიასპორა? ხო? ჯერ ამას გაიგებს. მერე კავკასიის საკითხები და აი როგორც კი ეგეთ რაღაცებს გაიგებს, მერე უკვე შეუბერავს. დრო უნდა მიცე. ისე მართლა რა უკუღმართები არიან ეს კოცები. ესე იგი, ორი ოლიმპიური ჩემპიონი უზით დარბაზში და ზარქუას უკრავენ ტაშს. რა სარნახავ. სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა უკვე ისეთი სასაცილოა, რომ რა უნდა მოუყვე მე ხა ისეთი, რომ უფრო სასაცილო იყოს. მაგრამ კაი, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბაო. ამაზე ხარ რომ გითხრათ, ახლა ბევრი ანალიზი საჭირო არ არის, უბრალოდ 1-2 რაღაცნაირი ფრთიანი ფრაზა გამახსენდა და გაგიზიარებთ. პირველი მაგალითად, აბა რა, ერთხელ გაქვს შანსი ცხოვრებაში და უნდა გამოიყენო. დღეს ხარ ხვალ არ იქნები. არა ბიჭო, შტერი ვარ მე. ერთ-ერთი მარტო ხელფასზე ჩემამ ტერმა იმუშავა. ეს ყველაფერი ჩვენ სახალხო დამცველს მე მგონი ძალიან ისადაგება. ისე მე სხვათა შორის ბევრი ღლიცინებს, მაგრამ მე მეწოდება ლევანი. მართლა მეწოდება. ბიჭო, კაცი სახალხო დამცველად დანიშნეს და კაცმა საკუთარი სინდისის დაცვაც კი ვერ შეძლო. ხა მე როგორ მოვთხოვნა ჩემი დაცვა ეგეთ კაცს. ბოლოს მინდა ერთი სამწუხარო ინფორმაცია გაგაცნოთ. ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ამოიღეს აჯანყებები რუსეთის წინააღმდეგ და ვაჟას, ილიას, ალექსანდრე ყაზბეგი, აკაკი წერეთლის და გალაქტიონის რამოდენიმე ნაწარმოები. ამასაც მოყვა ბევრი აღშფოთება, მაგრამ პრინციპში რო დააფიქრეთ, აი რა ხადროს ესენია ხო 21 საუკუნეში, რა გეხვეწები რა. რა დროს ესენია, როცა უკვე აჩოთალა კვაცის და ლადო კახაძის ლექსებმა შეძრა მსოფლიო პოეზია. ახალი სიტყვა ითქვა იქ. დიახ, ანუ შოთა ილია აკაკი ვაჟა და გალაქტიონიდან მარტო შოთა დატოვეს. ეხლა ვეფხისტყაოსანს ვერ ამოიღებდნენ, მაგრამ აქ შეიძლება პატარა ტრუკი იხმარო. ავტორს შეუცვალო გვარი. როგორ ეხა ამ ხელა პოემის ავტორი რატომ უნდა იყოს ვითომ რუსთაველი? რა ჭორვილელი ვერ იქნებოდა? თუ რა? ხო და შოთა ჭორვილელი მშვენივრად ჟღერს და იქნება ასე. მორჩა. მოკლედ ჩემო მეგობრებო, დროა საერთოდ დავიწყოთ სწავლა და განათლება. რა სიკლავთ თავს, რა სწავლობთ ამ ცოდნისთვის და დიპლომისთვის, კაცო? მაინდა-მაინც ტაქსისტი გინდათ რომ გამოხვიდეთ? ამიტომ გადააგდე წიგნი და გახდი პრეზიდენტი. ახლა კი ჩვენ შოუში პოლიტიკური პოეზიის დროა, მაშასე კვახაძე და ბიძოს ხელი. სმენას მოვითხოვ ამ წუთა საქმე. ჯიბე რითმებით უკვე ამებსო. მინდა ღვთისკაცის სადიდებელი ოქროს სიტყვების ხმალი ავლესო. მინდა მოგიყვეთ ლექსი ღვთიური, უნდა მოგპაროთ უცებ წუთები. ისე ვერ ვიტყვი ბატონ ბიძინას, ხელს ტკბილად თუ არ ჩავეხუტები. იგოძეთ ბატონი მიწახელი. ბატონო ჩემო, ძალიან მინდა უსარმაზარი ყანწი დაგლოცოთ. თუ შეიძლება ნება მიბოძეთ, ამჯერად ხოლოდ ხელზე გაყოცოთ. თაფლივით არის შენი ხელები. ვერ რავუდივარ ამ სიტყვოს მარტო. მე შინია რომ ამდენი კოცნით, მე დიაბეტი არ დამემართოს. თელი თაობა შენ შემოგხარის, ნინო, ირაკლი, კახა, ლევანი. სამი ღვთაება შეხვდა ქართველებს, ენა, მამული, შენი მტევანი. ბევრი სიკეთე შექმნა ამ ხელმა. ზოგი იმისთვის, ზოგი სამისთვის, უცნობებისთვის, ნაცნობებისთვის, დაუამრავი კიდევ ხალხისთვის. ოხოთ მიბძანეთ რამე სურვილი,
ფეხქვეშ გაგიგებთ ენძელებს იებს და ამ ლამას ხელს მე ვეხუტები ისე როგორც თქვენ დიდ მაგნოლიებს გინეკოლოგად დავბერდი კაცი ჩემთვის შრომობდი და ვრუდუნებდი კიდევ კარგი რომ გამოვაფხიზლეთ წლები ერთ რამეს რაც ვუღურებდი მადლობელი ვარ რომ შემიყვანეთ წმინდა პარტიულ დიაციაში მალე გვეცხოვროს მთელ საქართველოს ივანიშვილის დინასტიაში ჭკუა სადაქვთ ოპოზიციას დიქტატურაში ბრალს რომ დებენო როგორც შვილს მინდა მოგიელესო ჩემო პატალა გამკალბებელო დაუფასდება ვიც კი იქნება შენი მონა და ერთგული შნირი დიასპორაში ზარქუას ნიშნა ვი პრეზიდენტებს ყაველაშვილი ცოტა მეწყინა რა მოხდებოდა საპრეზიდენტო დამედო ფიცი რა დამიწუნეთ მეც ქართველი ვარ ულვაში მეც მაქვს გინებაც ვიცი კაცი მაღალი უხვი დაბალი თანაც დაბალი მაგრამ მაღალი რას მოდიალო თვითონ არ ვიცი შენ სიყვარულში არ მყავს ბადალი კაცი ქმარი კაცი მამა ხერხემალი თეძო გავა თვით პინგვინი კაცი ზებრა იმერული ჯისის სკვერნა თუ შეცოდე მაპატიეთ მე მზადა ვარ დამარბიეთ ახლა კი გადაცემაში სტუმრის დრო აქვს თხოვთ მიესალმოთ გია ჭანტურია როგორ ახლა გია და როგორ მოგეწონა ჩემი მისალმება იმიტომ რომ დღეს ეს ტრენდი ახალი ტრენდი გვაქვს აი მისალმება როგორია ცოტა უხერხულად ვიღაც ემეთყობა არ გზნობენ უხერხულას თავს ეგეთ რაღაცებზე და მოსწონთ რა ვიცი აბა ნახოთ რა თუ რამე თუ ბევრი ფული ვიშოვე დაგიფასდება რა აბარა პრეზიდენტო მაინც არ გამოვა შენ თუნდა ფერმფელი შენ სიყავი ჩემ პრეზიდენტობა სხვათა შორის უკვე ძალიან კაი кейსია უბრალოდ მე ისეთი უმციკულო ასე ვთქვათ ბიოგრაფია არ მაქვს როგორც ბატონ მიხეილ ყაველაშვილს ჩემსგენ უფრო თან ალანიაში არ გითამაში რუსეთის ჩემპიონი შენ არ ყოფილხარ დაგინებით შენ რა ვიცი მე არ მაქვს ბოლოს რაღაცები იყო ჩემსგენ აი მომავალში თუ პოლიტიკაში წავალ რა თქმა უნდა მაქვს ისეთი სუსტი წერტილები რომელზეც შეუძლიათ ხოლმე დამარტყა მაგრამ როგორც ყველა მეც ჩემ გუნდთან ერთად ამას გავუმკლავ თავარი რომ პოლიტიკური კარიერა ძალიან კარგად დაიწყე ეგ თავარი პრინციპში უკვე ჩვენს პოლიტიკაში ისეთი კრიტერიუმებია რომ გარკვეული სკილი თუ გაგაჩნია საკმაოდ პრიმიტიული მაგრამ ძალიან ისეთი აი თქვათ მისალმების სტილი იცი კარგი სად რა თქვა როგორ თქვა ლექს თუ მაგრამ ამბობ ხო რაღაცა ეგეთი ჯოხა თუ ჩაიცვი მაგრამ მე ნუ ეგეთი იმღერე უკვე ისახა მე ეგეთი ტიპად არ გამოდგები მე იმ ტიპადაც ვერ გამოდგები აი ხო იცი ეგეთები ხა გეცადინება შენ სადღაც სუფრაზე რო არიან და აი ვიღაცამ რო ახსენოს აი ხა მე რომ ახსენონ უბრალოდ რო ილო ვინა ბიჭო ილო ეგ ამბებული გინე ხა დაურეკო მოვიყვანო აი გედა ეგ რო დარეკო მოვიყვანა ეგ ტიპიც ვერ ვარ რომ მე სადღაც ვიღაცამ დარეკოს და მივიდე და რაღაც ხო იცი ეგეთი მოდგმა არსებობს რა შენ ამასობაში მე გეტყვი შეგიძლია მიირთვა მთის წყალით კოკოლას ხეცა მოგიძელა აი მოდი ვისაუბროთ პირველ რიგში ხა ცოტა ბოლოსკენ მქონდა ეგ მაგრამ მე მაინც მინდა შევეხო ყველაზე ცხელი ამბავია საქართველოს ახალი პრეზიდენტობის კანდიდატი ყავს ბატონი მიხეილ ყაველაშვილი რას ფიქრობ ამ კანდიდატურაზე და გამოხმაურებებზეც სოციალები იქნება ეს უბრალოდ უშუალოდ სოციალ ადამიანებთან საუბარი ხო ნუ მე ეს სხვა ჭრილში მინდა ხა ამის დანახვა იმიტომ ხა რას ფიქრობ ხაი სერიოზულად უნდა გავცე მაშინ პასუხი და აი ძალიან კის ამაზე იუმორით უკვე საუბარი ხო ნუ მოდი პირაპირ თქვათ რომ რაღაც გამოკითხვა რო ეწარმოებინა და 20 კანდიდატი ჩამოეწერათ ქართული ოცნებიდან დარწმუნებული ვარო რაღაც ბოლოსკენ გავიდო და ყაველაშვილი ხო ეხლა თვითონ ოცნების გამოკითხვა ისე იქნებოდა მაგრამ ესე არის ეს ყოველგვარი იუმორის გარეშე აი ესეთი ნაბიჯი უნდა გადაედგა ამითი არის ეს მიდის ხალხის ბოლომდე ესეთი ისა რა არ ვიცი რა ქვია მაგას ხა თავზე გადახტომა ხო რაღაცა თავზე გადახტომა ვთქვათ რა რა იყო მთავარი კრიტერიუმი კრიტერიუმი იყო აი ეს ის ამბობენ რომ სამაგეროდ იქნება ერთგული ვისი
მაგას ვერ აკონკრეტებენ. ხომ არა ერთგული იქნება, ვისი ერთგული იქნება? ქვეყნის ვამბობენ. მაგას ვერ ალბათ. რა თქმა უნდა, იგულისხმება მაშინ ბიზნინა ივანიშვილის ერთგული რა. იმან გვიღალატა პირველმა, მეორემ გვიღალატა და მესამე რა და ეხლა მოიფიქრეს ახალი მესეჯ ბოქსია, ძალიან მაგარი მესეჯ ბოქსია, რომ რა იყო ფეხბურთელობა გიკვირთ, უკვე ბევრი წელს, ხო? copy paste-ით გადმოტანილი მესეჯი არის. რეიგანის სახეობი იყო ზელენსკი კლოუნი. უკაცრავად და მინდა აქვე თქვა, რეიგანის და ზელენსკის ხალხის მიერ არჩეული იყო. ერთმა CSRK დაშალა. და მეორე რუსეთებს და საბოლოოდ დაიმარჯვეს მიუხედავად იმისა, რომ ქოცებს ამისი არ ჯერა და მიუხედავად იმისა, რომ ეს იოლად არ არის საქმე, როგორც შემთხვევაში გვინდა ჩვენ რომ იყოს, მაგრამ ესე არის. ერთის და მეორეს ხალხმა აირჩია და ეს დანიშნა. და ამიტომ კლოუნს როდესაც ირჩევენ, ის ხდება პრეზიდენტი და ფეხბურთელს როცა ნიშნავენ, ის პირიქით ხდება კლოუნი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის. ამიტომ ეს რეალობა უნდა დაინახოს ხალხმა, მაგრამ ქოცეს არ აინტერესებს. არ არსებობს საკითხი, რომელსაც ის არ გააправებს. ხო, თან აქვე უნდა ითქვას, რომ წინა ორი პრეზიდენტი, მარგველაშვილის და გავუტონი სალომეც რეალურად ხო ორივე პროდასავლური ადამიანი და შესაბამისად ისინი აღარ არიან იქ და ეხლა ისეთია რომელიც ყველაზე ძლიერად ყოველ შემთხვევაში ეხლა ამ ეტაპზე მიხეილ ყაველაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული სახეა ქართული ოცნებიდან რომელიც გამოირჩეოდა თავისი ანტიდასავლური რიტორიკით და ეხლაც ეგრეა ხო რუსეთის ჩემპიონია ხალხი ძალადან და შესაბამისად რა თქმა უნდა რომ ძალიან ბევრ ეჭვს იწვევს და შეიძლება რომ იმაზე ვილაპარაკოთ ეხლა მაგალითად სახალხო საუბრები სადაც არის და ხო იცი ერთმანეთში როცა საუბრობენ ეგეთი ვარაუდის გამოითქვა რომ ხალხი რო არ გამოდისო და რაღაცა საპროტესტო მუხტი არ არის აი ეხლა ბოლომდე რაც უნდათ ყველაფერს იგივე ისტორიის მე ეს ვიტყვი უბრალოდ აი კიდევ ერთხელ ამ ბოლო მოვლენებისთვის მე ძალიან ჭირს ძალიან რაღაც სასაცილოები ვიყო თუმცა ნუ მაინც ხო იცი სატირალია სასაცილო რო არ იყოს ხო ვიზახს ხოლმე და ნუ მოკეთ სატირას შევესვა და მოდი იყოს სასაცილო ეხლა ეს ყველაფერი მაგრამ ერთს ვიტყვი რომ ქართველ ხალხის ნდობა არასოდეს არ ქონდა იმპერიასტურ რეჟიმებს იმიტომ რომ ყოველთვის ეშინოდათ ამისი რომ რაც არ უნდა მორჩილი იყოს რაღაც მომენტში უცებ ისე შეიძლება ყველაფერი აატრიალოს და ამის უამრავი მაგალითი არის საქართველოს ისტორიაში აი რო უკვე გეგონა რომ არაფერი არ იქნება მაშინ ხდებოდა ხოლმე რაღაცეები მე 88 წლიდან ქუჩაში ვარ და მე ისე ძალიან კარგად მახსოვს ხო რომ ხალხი მოდიოდა და გეუბნება ხალხო ისე საბჭოთა კავშირს ეხანდელმა ახალგაზრდებმა არ იციან რა იყოს ხო ნახევარ მილიარდიანი რაღაც მონსტრი რომელიც არის რაღაც უზარმაზარი მთელი თავის ამ სატელიტური ქვეყნები და რაღაც თან მაშინდელი ნახევარ მილიარდი ხო ნუ ესე იყო ხო რაღაც 100 მილიონზე მეტი იყო ამის SSRK და პლუს მთელი ეს აღმოსავლეთ ევროპა პლუს ეს ახლო აღმოსავლეთი მაშინ კლას ბოლომდე SSRK-ში და აი ესეთი უზარმაზარი რაღაც სიძლიერე ხო რაღაც სიგიჟე და აი უნივერსიტეტში მაშინაც იყო ხოლმე 20-30 კაცი ვიჯექი და გვეუბნებოდნენ ეხლა 20-30 კაცი გინდათ ეს დაანგრიოთ და დაინგრა რა ხო და მე მაინც ვფიქრობ რომ მსგავსი რაღაცეები თან არის როგორ რაღაცა ეხაც რიჩში რო ჩაждდება ეს დამნაშავე როცა რაღაც რიჩში ჯდება ვერ ჩერდება მე რა და ესე აქვს ახლა რა რომ აი ვერ ჩერდებიან ხო ეხა ყაველაშვილი შემოიღოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტი ყაველაშვილი აი ხო ის არის ხო და პიროვნულად კი ბატონო როგორც ფეხბურთელი პოლიტიკაშიო საერთოდ არ იყოს აი უფრო მძაფ რაღაცას ვიტყვი რა აი მთელი ამბავი რა არის რა რომ აი სოციალ-ქსელში ხო ეხა ქართულ ოცნებას ქმნის ატმოსფეროს სამწუხაროდ ბევრს დააჯერეს ეს რომ ისინი არიან ძალიან ბევრნი რომ ისინი არის უმრავლესობა რომ აი მე ძალიან ბევრი რა რეალობა ესეთი არ არის მაგრამ ნუ სოციალ-ქსელი ამას ასე თუ ისე აკეთებს და ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ არჩეული ადამიანი არის ერს მოუნდა რომ აერჩია ეს არის ჩვეულებრივი გინდა მსახიობს აუჩევს გინდა
რა ვიცი, დამლაგებელს არ აქვს ამას მნიშვნელობა, ანერი ხალხმა აიჩია, მაგრამ როცა ნიშნავ, ის მნიშვნელობა არ აქვს, ფეხბურთზე დანიშნავს თუ პროფესორს. დანიშნულია, ხო? არჩია ბატონმა ბიძინა მორჩილების ხარისხი და ესაა მთელი უბედურება და არა ფეხბურთელობა მისი, ან მსახიობობა, ხო? ეგაა მთელი უბედურება. მაგრამ მთელი არის, აი მე მიყვარს ხოლმე რაღაც წავიკითხავ რაღაც კომენტარს და მე შევდივარ და ნახულობ რა ტროლია თუ არ არის ტროლი. ნუ ტროლიც იოლია მოსაცნობია და რაღაცა სამი ფრენდი აყავს და ბოლო არც არის არა. 4 ფოტო ერთი და იგივე და ძირითადად ეს არის ფეხბურთები და რატომღაც სადომოც ფეხბურთები ან მანქანა ფეხბურთი. ნუ ყვავილები ეს ხო ქალებს, მაგრამ მე ეს უცებ ქალი რაღაც ისე შეიგინება რომ აშკარად კაცია, ეგეც აკეთება, ალალად კაცია, ვერანაირ ქალი ესე ქალი სხვანაირ შეიგინება რა, რაღაცა ერთ იგინება, ხო? და კაცი ზუსტად ერთ და იგივე სიტყვები რო ეწეროს. აი რას შეაგინა და როგორ იმითი ხვდები კაცია თუ ქალია, მაგრამ ყველაზე მაგარი ცოცხალი ნამდვილი ადამიანები არიან. რაღაცას იმედა ვაი რაღაც საქართველოს ვიღაც ოპოზიციონერზე წერს ილია ჭავჭავაძის ქვეყანა რას დაამსგავსეს რაღაც ეგეთებს იძახიან და უცებ შედიხარ და სტალინის სურათი იდება დიდბელად აი მაგალითად დაგიდეს ვიღაცა თქვენ მიშიშტებო თქვენ ბელადომანებო და შედიხარ და იქ არის სტალინი და რაღაც ბიძინა დიდება ბიძინას და რაღაცები უდევს და აი ანუ მორალური რაღაც კრიტერიუმები ამ ადამიანების იმაში, რაღაც მორალური რაღაცის არ არსებობს. ის არის რაღაც უნდა ესეა. აი ჩაუყვები ვიღაცებს, ხო, თქვათ იქ რაღაცა უწერია ერთი ვიღაცაზე, ადიდებს, მე ბიზნამ იმას თქვათ შეაგინა, მე ეს იმასაც აგინებს. არა აქვს მისთვის მნიშვნელობა, ფასეულობები არ გააჩნიათ. ეს არის მათი სისუსტე, მაგრამ ეს არის გარკვეულწილად მათი ძალაც, იმიტომ რომ ესეა რა, ერთიანად, აი ოპოზიცია ხშირად არის, ხო, რაღაცაში ვევთანხმდებით, ხო, რაღაცა ისეთი გვინდა რაღაცა და აი ხო, მაგრამ აი ესე ხო არ ჯობდა რაღაცას, იმათ არის პრობლემა არა. რასაც იტყვის ერთი, ისია ყველაფერი. და აი, იქამდე მივედი, სამდეც მივედი და აი ეს არის ქართული ოცნების მომხრე, რომელიც თქვათ, რამოდენიმე თვის წინ იძახდა, რომ მაგარია კანდიდატის სტატუსი მოგცეს, ჩვენ ძალიან მალე ევროკავშირის წევრები გავხდებით, დღეს იძახი, რომ რა ჯანდაბად გვინდა ეს ევროკავშირი. ხო, სხვათა შორის შალვა პაპუაშვილის ინტერვიუ, ხო, რატომ ვიღაც ქალბატონ ნინო შუბლაძესთან იყო, ნახე ეგა, სადაც თქვა, რომ ხო, იცი რა არის ევროკავშირში შესვლა, ეს გარკვეულწილად არის სუვერენიტეტის დათმობა, თან ზუსტად ეს ფრაზა იყო, რა თქვა, იმიტომ რომ აქ რო იყვნენ ჩამოსულები ევროპარლამენტარები იმათ თქვეს, რომ სადღაც სუვერენიტეტის დათმობაც მოგიწევთ, მაგრამ იგულისხმებოდა სულ სხვა რამე და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხა დემაგოგიურად არის გაკეთებული. ძალიან ეგრეთ ყველას აქვს სადღაც დათმობილი ვინც ევროკავშირში ხო არ გვინდა მაგაზე, მაგრამ ფაქტია რომ ის ინტერვიუც რო ნახეთ, შენ უბრალოდ რახან შენახსენე, მინდა რომ ეგ თქვა, იმიტომ რომ ხო, სულ რაღაცა თვეების წინ იყო საუბარი, რომ რა გინდათ კაცო კანდიდატის სტატუსი და ეხლა არის საუბარი, რამდენ რამეს დავკარგავთ თუ შევალთ ევროკავშირში, ასე რომ მაგრამ არასოდეს ერთხელაც კი ბოლო თვეების მანძილზე რამდენი განცხადება გაკეთა რუსეთიდან პასუხიც არ გაუციათ. აი საერთოდ პასუხი არ გაუციათ, იმდენად ტაბუდადებული თემა არის მათთვის, იმიტომ რომ იმან უთხრა რომ რუსეთი არ ახსენებთ და ესე როგორც ვერ ახსენებენ, თორე აი ითამაშე ხო? ლავროვს ვინ ეკითხება? თქვი რა? აპუაშვილი. ხო. ერთხელ მიდი რა? ცოტა გაგვახალისე რა და ერთხელ თქვი, აი ისე თქვი რა. ხო, მისტერ ბაიდენ. აბა, კარგად. მისტერ ბაიდენს რომ მუშტებს ურახუნე, ერთხელ თქვი, თორე თქვა, კაი, ლავროვი არ გვინდა ის რო არის პროპაგანდისტი რო ყავთ ის. სალავიო. ჰა? სალავიო თუ ნებისმიერი ვიღაცაც უნდა ზავიცი, სალავიო რაღაც შეგაკეთებს, თქვა რომ ის სალავიოს გადასარჩევი არ არის ჩვენ რა გზით ივლის ჩვენი ქვეყანა. აი ეს მაინც თქვი. ვერ ამბობ. ხო, არა. არ ამბობ, არ შეიძლება ხალხო, ეხა მარტივადაა საქმე. მე შემიძლია. ისე იდეალურად ისიც ხო და ესეც ხო. იდეალური გარემო იმისთვის, რა ქვია, შენი პერსონაჟისთვის, რომელიც მე ესე ძალიან მიყვარს. თენგიზ კონსტანტინოვიჩი. ოხ, ერთი ეგ გადაგჩენია, რომ ეგეც რაღაცა, ანუ ეგ
ეგრე არ არის. უტრირებ, მაგრამ ამ დროსაც კი თენგიზ კასტანტინოვიჩის ასე ვთქვათ, შეფასებები კაი მოსასმენია. აი, მოდი რაღაც თენგიზ კასტანტინოვიჩი, მოდი ჩესნა რა, აი ჩესნა კასტანტინოვიჩი. კასტანტინოვიჩი უფრო კაი პრეზიდენტის კანდიდატურა არ იქნებოდა ვინმე პარლამენტში. ნუ სამომავლო სიმღერა ეცოდინებოდა და რწმუნებული ვარ. სიმღერა ხა იქ ვიღაცებმა იციან, მაგარი არა. თენგიზ კასტანტინოვიჩი. ესეთი მოდი რა, იქაც არის ევროპაში დადის ის დაწყვილიქს ალბობს რამე რუმე აკეთიკეთ მოსკვა რამე გალაგებული აი ვიშა გორგებული კასტანტინოვიჩი გაცლები მაგრამ კასტანტინოვიჩი ერჩვენია დღეს შეიძლება ეთქვა რომ ერთი თუთით ბატონო ბიძა მე მგონი რაღაცა თლად კარგად არ ვაკეთებ აღარაფერი მაგათ არის აი დასწრება აი კასტანტინოვიჩის კი უფრო ისეთი კანდიდატი იქნებოდა ეროვნული ჩვენი. სხვადასხვა ძალიან მაგარი განცხადება გააკეთა დღეს მოვკავდი და საოცარი განცხადება რომ ჩვენ არ დავთმობთ ხელისუფლებას მანამ სანამ არ მოვა ისეთი ძალა რომელიც ჩაგვანაცვლა ეროვნული ძალა სანამ არ მოვა ოპოზიციაში ჩვენ არ დავთმობთ ანუ ფაქტიურად თქვა რომ დავაკეთ მაგრამ არ ვთმობთ პირდაპირ ამბობენ უკვე ამას და რაღაც ეროვნულობის რაღაც ისა ჯერ დათმობა არ დათმობა ეგ ხო იმასი არა ქვია დაგება არის და დათმობა არ დათმობა სხვა რაღაცას იშო ღია თვითონაც ძალიან კარგად იციან ეს ყველაფერი უბრალოდ სამწუხარო არის ის რომ ხო მე მესმის ეხლა რაღაც ერთი ძალიან გაბრაზებული მაგრამ უიმედო მე არ ვთქვი რა ორი რამე არის დღეს ქართულ ამომრჩეველში და ბევრი მიზეზი იმისა რომ რატომ უფრო აქტიური არ არის ასე შემდეგ ეს არის რომ გაბრაზებასთან ერთად არის გარკვეული უიმედობა ჩვენ ყველაფერი უნდა ვქნათ ეს უიმედობა უნდა მოისპოს ამ უიმედობის მოსვლა შეუძლია მხოლოდ ერთ რამეს ეს არის ერთიანობა და მე სულ ვიძახს რა ეს 7 თვის წინ 6 თვის წინ ერთიანებშიც ვამბობდი პოლიტიკური პარტიები კი არ უნდა დაჯდნენ ერთად. პოლიტიკური პარტიები, არა სამთავრობოები, მედიები, ყველა შენ მე უნდა ავდგეთ და ერთიანი დიდი შტაბი უნდა გქონდეს, იმიტომ ეს აღარ არის პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ეროვნულ განთავისუფლების მოძრაობა, იმიტომ რომ ქვეყნის სათავეში არიან ჩოხად ჩაცმული ქართული სიმღერა ნასწავლი, ოღონდ რუსები, ჩვეულებრივად, ეს მეთოდი არის, ჰიბრიდული მეტი კი არაფერი არ არის. ქართულ პირაბირ წერია სხვაშორის კავკასიის დაპყრობაში ინსტრუქციებს აძლევდნენ ეუბნებოდნენ რომ გამარჯობა ეს სიტყვა ისწავლეთ იმიტომ რომ ქართველს ძალიან უხარია როცა მას ქართულად ესალმები და მართალიც იყო ხო ვიღაც ჩამოვიდა წარმოვიდგინეთ და მიჩვეულ ეყავი რომ სალამ ალეიქუმსაც კი არ გეუბნებოდნენ ხო ისტორიულად უცებ ვიღაც ჩამოვიდა ვარი კიდია და გამარჯობა და ახ შეგენაცვალე ბედნიერები იყვნენ ქართველი ხო მაშინაც ესე შემოგაპარეს ეს ყველაფერი რა რომ როგორც თავიდანვე ქრისტიანობა ეხლა სერგო ჯონიძე ჩოხები ფილიპე მახალაძის ჩოხაროეცვა ეგეთი უნდა ჩოხა ბოდიშვილი და გადაშოვის იგივეა ფილიპეს და იმებს გვერდში ედგნენ მთელი ცისფერი ყანწელები ჩვენი საამაყო პოეტები და ესენი რომ აი მე რა კაი არისო რაღაც ახალი მოვიდა ეს ჯეროდა გრიგოლ როფაკიცეც კი ხო მათთან მათ გვერდით იდგა და იდახდნენ რომ აი ახალი პოეზია და ახალი ლიტერატურა და ყველაფერი ახალი თანასწორობა და ასე შემდეგ სამწუხაროდ ვინც მიხვდა ვინც იყვნენ გრიგოლ ქეწავიდა აქედან გაასწრო და დანარჩენებს რაბედის ეწიათ ხო, მაგამდე არ მიხო 21 საუკუნე შველის, მხოლოდ და მხოლოდ იმაში, რომ დიდი განსხვავება 21 წელთან ხო, სამწუხაროდ არ არის. ხო, მე სულ იმას ვამხობ. ჰიბრიდული დიქტატურა ცოტა სხვანაირია, ეს ცოტა შეუშვებს, ცოტა გაალაიქებს. ხო, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ნასწავლია ჩვენ. ეროვნულ რაღაცას იმაშობა მამული რაღაცებს იტყვიან, მაგრამ არა, სტალინის ძეგლი უფრო მეტი დაიდგა ბოლო 12 წელიწადში ვიდრე ილია ჭავჭავაძის. კიდევ ერთხელ ვამბობ, უზარმაზარი კბილებამდე შეერაღებული არანორმალური რესურსის მქონე 500 მილიონიანი ეს ერთობა ქვეყნების და პლუს ეს რაღაცა რუსეთის და სატელიტების არსებობდა 90-იან წლებამდე, რომელიც დაიშალა ძალიან მარტივად და დღეს არის 140 მილიონიანი რუსეთი, რომელშიც დოლარის კურსზეა და დამოკიდებული მათი ეკონომიკა ხა იენზე უნდა გადავიდნენ უარესი მათთვის. ჩინური იენზე რო იგი დამოკიდებული კიდევ უარესი მათთვის. Ну, რა თქმა უნდა, ყველაზე ცუდია რომ ომია, ყველაზე ცუდი ის არის რომ ხალხი იღუპება, ეს არის საშინელება და ტრაგედია. დანარჩენ შემთხვევაში მე ერთ-ერთი რაც ზუსტად ვიცი რომ უკან აღარასოდეს გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთთან სანამ ეს ხელისუფლებაა და პუტინია და ვინმე ეგეთია ვერ მოხდება
და თუმცა ნახოთ ტრამპი რა სიზოს რამოდენსაც. ხო, ნახოთ, მე მაინც გონია რომ ტრამპი ამბიციური ტიპი არის და თავის ამბიციურობით გააკეთებს იმას, რაც გასაკეთებელი არის. იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში ამის, იმის იმედი რომ ეხა რის იმედის ოცნებას ქონდა ნამდვილად არ უნდა ქონდეთ, იმიტომ რომ ეხა ტრამპი მოვა და ყველაფერი დაალაგდება, ეგ არის ნახოთ, ყველაფერი წინ არის, მე სულ ამბობ ხოლმე იმას, რომ ყოველთვის კი ბატონო, ყოველთვის ეგრე იყო, მაგრამ ეხლაც კიდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მენტალურად არ ჩამოიშალონ ადამიანები, მესმის იმედგაცრუებაც, მესმის ფრუსტრაციაც, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცნაირად რაციონალურ ფარგლებში მაინც დავრჩეთ და ისტერიკაში არ გადაიზარდოს ყველაფერი. მე სამის იმედი მაქვს, მე მჯერა მაგიცი, იმიტომ რომ ბევრჯერ ყოფილა ეგეთი რაღაცები, გადაგვივლია, რაღაცა ცოტა რაღაცების აუჯეროდა, მაგრამ დაგვინახია ხოლმე ერთმანეთი ერთად ხელჩაკიდული და ეს იმავე კიდევ ერთხელ ვამბობ და მე სადამ გადაცემა დაიწყება და გითხარი. მე მინდა დავინახო აი ესე ხელჩაკიდებული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ეს აი ეს მინდა დავინახო ყველა. აი ეს რომ არ დამანახეთ და ეს რომ ვერ დავინახეთ სამწუხაროდ გონდა ბევრ ცდილობა და იგივე ხარ მინდა რაღაც პოლიტიკურ პარტიული მასში გადავიდა, ანუ ვიღაცა მოდი დავდგეთ ერთად, ვიღაცა მაგრამ მე რო შენ ხედი მოკიდო მე დამეწრება და მე ეხა ამას გადავაყოლეთ. ამიტომ არავის არაფერი არ დაგვესწრება. იწვება და იუპება მხოლოდ ქვეყანა, როდესაც ერთად ავდგავართ, სწორი ადამიანები, ნორმალური ადამიანები, ის ნორმალურია განსხვავებული აზრი როგორ შეუძლებელია შეკოცივით, გითხან ევროპა კაია, ხუდია, ხო, ხუდია, აი ეს ამას ვერასდროს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რა არის კაი და რაზეც ვთანხმდებით, ჩვენ გვინდა თავისუფალი არჩევნები, ჩვენ გვინდა სამართლიანი სასამართლო, ჩვენ გვინდა ევროპის კავშირში გაერთიანება, ძალიან ძლიერად და ძალიან ამაყად და სულ მახსენდება თქვა იგივე ხა მიდის კი დარტყმ ხო ზუსტად იგივენაირად 18-21 წელს ეზიზღება ხელისუფლებას ეზიზღება 18-21 წელს პირველი რესპუბლიკა ეზიზღება უბრალოდ იმიტომ ის იყო ძალიან ევროპული და ძალიან პროგრესული და გვახსოვს კიდევაც მაშინდელი თქვა ნოე ჟორნალიას გამოსვლა იყო თუ რითი მოვდივართ ევროპაში და ის იზახცო 3000-იანი წლის კულტურით მოვდივართ ევროპაში, მოვდივართ დემოკრატიით და ასე შემდეგ და საოცარი კონსტიტუციის, ქალთა უფლებებით, ბავშვთა უფლებებით, შრომის უფლებებით და მე მჯერა იმისი, რომ ეს გაგვაერთიანებს და აი ჩვენი 3000 წლიანი უზარმაზარი კულტურით შევაბიჯებთ ევროპაში, ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ მათთვის და ისინიც გააკეთებენ ბევრ სასიკეთოს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა და ხო, როგორც თქვით, იმედი გიქონიათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ზღაპრის ბოლო კეთილია როგორც ამოდე. მე ამიტომ ქეთებს ვერ გაქვს. ეხლა შეუძლია ჩავუგდეთ, მადლობა, გაიგია, ძალიან დიდი. ჩვენ ერთმანეთს რაღაც თვალზე შევხვდებით ერთ კვირაში ტრადიციულად თავარასეს დროებით გემსკოვეთ. Here comes the funk, yeah. Just keep up in that clutch. After us, no one will get A+. My style is dangerous and I got styles to bust. So I crush for MC, turn them orthodox. And plus, with DJ Cuts, it's in the party.